და რა თქმა უნდა ამ კუთხის სავიზიტო ბარათი ნაზუქი ალბათ იშვიათია მგზავრმა არ გააჩეროს გზისპირა ნაზუქის საცხობთან და არ მიირთვას უგემრიელისი ნაზუქი და ერთ-ერთი აი ესეთი ნახეთ რამხელა შავი კვამლი გამოდის აი ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მავნე არ ვიცი ასეთ პირობებში როგორ შეიძლება მუშაობა იმიტომ რომ სუთქვა შეუძლებელია ეს შავი კვამლი იმიტომ რომ ეს უნდა გადიოდეს რა თქმა უნდა აი იქ ჭერში საკვამლი უნდა იყოს მაგრამ არ არის და უბრალოდ ღია კარში გამოდის და ქალბატონი ამით სუნთქავს და აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას რომ არ ვთქვათ მომხმარებელზე არ ვიცი მომხმარებელს მე არ ვიცი შემდეგ რა პირობებში აცხობს ნაზუქს ვერ გეტყვით მაგრამ აი რაღაცა ძალიან ცუდად გავხდი ახლა და ცოტა უნდა ჩავისუთქო სუფთა ჰაერი რამდენად სუფთა არ ვიცი ამ გზაზე იმიტომ რომ იმდენი მანქანაა იმდენი გამონაბოლქვია რომ უკვე რაღაცა სისუფთავეზე და სუფთა ჰაერზე საუბარი ზედმეტია ნაზუქი ყველა მიცის რომ ყველას უყვარს და მით უმეტეს ძალიან აინტერესებს ტურისტებს დასასვენებლად რიკოთზე მოგზაურ აღმოსავლეთელებს მოდით ვნახოთ როგორ ცხება ნაზუქები. ქალბატონმა მითხრა რომ აქ ფიზიკურად შეუძლებელია სისუფთავის დაცვა, რაშიც მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები. სანამდე ჩვენ იქეთ ვამოწმებდით ქალბატონი აი ესე ცომზე ამოგუნდავებულ ცომების ამოსვლას ელოდება და ტერიტორიას ხვეტავდა რაც კატეგორიულად აკრძალულია, იმიტომ რომ ტვერი ჩვეულებრივად იყრება, მაგრამ უფრო მეტი საშინელება ის არის რომ აი სად ნაგდები ტომარა. აი ქალბატონო ტომარის აი ეს ტომარის არის ხო? ნახეთ აი სად გიდებთ ასევე ეს ხო დისტრიბუციის მანქანით გადადის, გადმოდის. ქალბატონო ირეცხება ეს და ისევ ხმარობთ. პირდაპირ კი არ ვაფარებ. რო გავცლი იმას. ქვირს ვრეცხავ და მე ვიყენებ. ამოვატრიალებ და დავფერთხავ ქალბატონო ამას გარეცხამდე შეიძლება წყალი გავლეთ, მაგრამ გარეცხამდე ძალიან შორს არის და ყოველ შემთხვევაში თუ კი რეცხავთ სპეციალური ისეთი პარკი მაინც მოიტანეთ, რომელიც იყიდება და სუფთა არის და არა აი ნახეთ თვითონ აი მოგწონთ, ნახეთ აი ეს ზუსტად ხელი მოვკიდე და იმიტომ ამას. კვერცხიანი ხელი მოკიდეთ. მას ანთებთ რამოდენიმეჯერ. მათხოვეთ აი სად არის ის? მათხოვეთ ცოცხი მათხოვეთ. აქ იცით რა უნდა ქნათ პერიოდულად? აი ეს უნდა დაასუფთავოთ. ნახეთ, აი ეს ყველაფერი უნდა სუფთავდებოდეს, აი ეს ყველაფერი უნდა სუფთავდებოდეს და აი ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ორ პირის შემთხვევაში არ იყრებოდეს პროდუქტზე. აი ეს არის დანაშაული და მე აი ნახეთ, ესეც უნდა ირეცხებოდეს. ამას თფილად. ქალბატონო, დარწმუნებული ვარ, რომ რეცხავთ. აი 100%-იანი დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმ სიხშირით არ ეცხავთ, როგორც უნდა ირეცხებოდეს. ეს არის ადიელა, ხო? ეს არის საფარი, გადასაფარებელი, რომელიც არ მითხრათ, ეხა ვიყიდეთ, იმიტომ ვიყიდეთ. იდი რომ მაგისტრის გამოვიტანე. როგორ გეკადრებათ ახლა? ადიელა მოვიტანე და ცოლს დავა. კი, ადიელა მოიტანეთ, სახლიდან კი მოიტანეთ და დააფარეთ, იმიტომ აი ესეც იყიდეთ? ესეც იყიდეთ? აი ესეც იყიდეთ ქალბატონო? ამაში შეფუთვა შეიძლება პურის და მე ხალხმა ჭამოს და აი ამაში შეფუთვა შეიძლება ეს მოიტანეთ სახლიდან ქალბატონო ეს არის პიკის არაჩვეულებრივი საკმაოდ ძვირადღირებული ქსოვილიდან შექმნილი საფარი რომელიც ადრე გამოდიოდა და ეხლა ძალიან დიდი იშვიათობაა ამიტომ სახლში გქონდათ და სახლიდან მოიტანეთ ეს არ იყიდება ეხლა ეს არის ოჯახიდან გამოტანილი და წუხვარ რომ აი უბრალოდ აი მე გუცველად გეუბნებით რომ თუ კი თქვენთან მოდის მომხმარებელი და რამეს ყიდულობს ის პატივს გცემთ თქვენც ეცით პატივი მომხმარებელს და სათანადო პირობებში დაამზადეთ ყველაფერი